ეს ლეონიძის ქუჩა. ქუჩის ჩაყოლებაზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ერთ-ერთი გამონაკლისი ლეონიძის 14 ნომერია. ხელოვნებათი მცოდნეები ამბობენ, რომ მსგავსი სახლების შენარჩუნებისთვის მათ ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. სტატუსმა ხელისუფლებას მეტი ვალდებულება, ძეგლს კი მეტი დაცულობა უნდა მოუტანოს. ეს არის ის ერთადერთი ბერგეტი, რომელიც კანონის ძალით, ვთქვათ, იცავს ძეგლს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ეს ნუსხა, შევიდეს მასში ყველა ის ძეგლი, რომელიც მსახურობს, რომ იქნას შენარჩუნებული. კანონით დაცული ძეგლების სია ქვეყანაში რეალურად არსებული ძეგლების რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ის დღეისათვის 6000-მდე ობიექტს მოიცავს. როცა რომელიმე შენობას ძეგლის სტატუსი ოფიციალურად ენიჭება, ეს ხელისუფლების მხრიდან ძეგლის შენარჩუნებისა და დაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას სწორედ ამ პასუხისმგებლობას გაურბის. ამიტომაც ძეგლების აღნუსხვის პროცესი სათანადოდ სწრაფად არ მიმდინარეობს. თითოეული მოქალაქის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლების რაოდენობის შესახებ არსებული მონაცემები ძალიან ძველი და არარეალურია. ამბობენ, რომ 2018 წელს დააზუსტებენ. ეს არის საბჭოთა პერიოდის ინვენტარიზაციის მასალები. იმ საბჭოთა პერიოდის სიებიდან ძალიან ბევრი შეხვედრია, რომელიც ფიზიკურად აღარ არსებობს. ამიტომ ამის რეინვენტარიზაციის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც წელსაც 2018 წელს უაცხადებს სააგენტო. გაფინანსებით ჭირდება ამ ყველაფერს ექსპედიციების მოწყობა. აქამდე რატო არ დაიწყო ამაზე მუშაობა? იცით რა არის, ნუ აი ზუსტად ეგ პრობლემა დგას, რატო არ დაიწყო აქამდე, მე ამაზე პასუხის ნამდვილად ვერ გაგცემ. რეალური პოლიტიკა უნდა იყოს თანხვედრაში აი ამ ასოცირების ხელშეკრულებით გაწერილ დებულებებთან. საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის მიხედვით მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. რეალურად პროცესი მიდის არასწორად, არამც თუ ხელს არ უწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, არამედ პირიქით ფაქტობრივად გვიკარგავს ჩვენ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს საგანძურს. და ეს არის ძალიან მძიმე პროცესი. 2015-2016 წლებში სარესტავრაციო სამუშაოები სულ კულტურული მემკვიდრეობის 48 ძეგლს ჩაუტარდა, რაც ქვეყანაში არსებული ძეგლების 0.8%-ს წარმოადგენს. სამუშაოებში ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ის რაც ჩაუტარდა, ეს არის პრიორიტეტების მიხედვით, ასე ვთქვათ, წამოწეული, რომელიც ხვალზე უკვე შეიძლება აღარ ყოფილიყო. მეორე, საბანი როგორც გვწვდება, იმაზე ვართ ორიენტირებული. ვერ გაწვდება სახელმწიფო ყველან და ვერც ერთი ფონდი იმას, რაც კულტურულ მემკვიდრეობაში ძეგლებზე ხდება. საქართველოსგან განსხვავებით მსგავსი მასშტაბის მქონე ქვეყნებს გაცილებით მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვთ. მაგალითად, ესტონეთს 26000-ზე მეტი ძეგლი აქვს, სლოვენიას 30000, ჰოლანდიას 80400. არ დაგვაწყდეს, რომ საქართველო მაინც ბევრად უფრო დიდარი ისტორიული წარსულის ქვეყანა გახლავთ, ბევრად უფრო სიღრმეებში ჩადის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ვიდრე ვთქვათ, იგივე ესტონეთის ან თუნდაც სლოვენიის თუ ნორვეგიის. საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიას სულ 288 ახალი ობიექტი შეემატა. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსს 7000-ზე მეტი ობიექტი ელოდება. ბევრ ვთქვათ ობიექტს, რომელსაც სპეციალისტები უწევდნენ რეკომენდაციას, რომ შესულიყო ნუსხაში. ვთქვათ, სახელმწიფომ არ გაიზიარა. რატომღაც ხშირად აღიქმება ძეგლის სტატუსი როგორც რაღაც დამაბრკოლებელი და ხელისუფალს ყოველთვის თავს იზღვევს და რაც არ უნდა ვთქვათ ძალიან ბევრი ობიექტი ამ ნუსხაში. საკმაოდ თამბეჭდავი ციფრის შეიძლება გამოიდეს. ამაში შედის კულტურული გზები, თუნდაც არქეოლოგიაზე აღარ ვსაუბრობ, არქეოლოგიური საიტები, ხალხური არქიტექტურის ძეგლები, ნებისმიერ სოფელში რო გაიარო, შეიძლება მას არ ქონდეს განსაკუთრებული რაღაცნაირი ესეთი შემკულობები, მაგრამ იგივე ევროპული სტანდარტით რო გადახედო, ისინი როგორც ხალხური შემოქმედების ობიექტები ყურადღებას იმსახურებს და მოვლა პატრონობას. ექსპერტი რუსკა მირზიკაშვილი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კრიტიკული მდგომარეობა ძირითადად უყურადღებობამ და მძიმე სოციალურმა ყოფამ გამოიწვია. შენობების მე ვიტყოდი ალბათ 90%, რომელიც უდგას.
გონია რომ ალბათ მიწისძვრის შედეგად არის და აღმოჩნდება რომ უბრალოდ წყალი გაიყინა galva და მე ბოლოს კედელი გასკდა და მე რო გასკდება ის კედელი ერთხელ მე უკვე ეს პროცესი შეუქცევადად მიდის. თუ იქვე არ უშველე მე ის მიდის სრულ დაშლამდე. სახლები არის ამორტიზირებული. ეს კი ლეონიძის 12 ნომერია. მეზობელი შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ 2007 წლიდან აქვს. ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ დაუცველია დღემდე მოღწეული ქართული კულტურული მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხელისუფლებამ აღნუსხა და ძეგლის სტატუსიც მიანიჭა. ჩვენი განცხადებით გამგეობა გადაამისამართებს კულტურის სამინისტროში, კულტურის სამინისტრო გადაამისამართებს თბილისის განვითარების ფონდში და აი ვართ ესე დავდებთ ამ საბუთებს. და ვართ მოლოდინში. საძირკველი გამოცვლილია. კოლოსალურ თანხებს მოითხოვს. ამ სიტუაციას უხშირესად შევყავართ ხოლმე ჩიხში. სოციალურად ძიმე მდგომარეობაში მყოფი მესაკუთრეები, ძეგლის სტატუსები, რომელიც ამ მესაკუთრეებს და ასევე სახელმწიფოსაც ბუნებრივად რაღაც სტანდარტებში სვამს და ამ გორდიასის კვანძიდან მერე გამოსავალი ხან არის ხოლმე იმ ობიექტის დანგრევა და ახლის აშენება, ხან უბრალოდ არაფერი, სანამ თვითონ არ დაინგრევა ელოდებიან. როგორც მომაკვდავს ელოდებიან ხოლმე, ის ელოდებიან ძალიან ბევრ შენობას.